სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს წაკითხულ სახარებაში უფალი ძალიან მშვიდად და ძალიან მარტივად ჩვენ გვაძლევს აი მთავარ გასაღებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები და აი ისეთ უმარტივეს ჭეშმარიტებებს გვეუბნება, რომელიც თითქოს თქმის გარეშეც ცხადია, მაგრამ აი ამ გამოთქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფალი ძანებს, რომ რაღაცით ხო უნდა ვჯობდეთ ჩვენ იმათ, ვინც არ არიან ქრისტიანები. აი ჩვენი ქცევით, ჩვენი ზნეობრივი სახით, მორალით, რა ვიცი. აი რაღაცით ხო უნდა აღვემატეთ იმათ, ვინც არ არიან, ვინც წარმართები არიან. იმიტომ რომ სიკეთეს ისინიც აკეთებენ, წარმართებენ. რა თქმა უნდა, თავის ახლობლებს, თავის მეგობრებს, თავის ოჯახის წევრებს ისინიც აღუსრულებენ სიკეთეს. აი ჩვენიც უნდა განსხვავდებოდეს მათგან. და სწორედ აქ არის აი დღევანდელ სახარებაში ნათქვამი ძალიან მარტივი რამ, რომ ჩვენ უნდა მოვექცეთ სხვა ადამიანებს, არა ისე, როგორებიც ისინი არიან და როგორებსაც ისინი როგორასაც იმსახურებენ, არამედ ისე როგორებიც ჩვენ ვართ თვითონ. ისე როგორ ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის ქრისტიანობა. და ეს არის რომ ესე იგი აი ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები. რას ნიშნავს რომ მტრები უნდა გვიყვარდეს? ეს იმას ნიშნავს რომ მტერს არ უნდა მოვექცეთ ისე როგორც თვითონ მტერი და ეს უცხო ადამიანები ერთმანეთს ეკცევენ. ჩვენ მტერს უნდა მოვექცეთ ქრისტიანულად. ანუ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ამ მტრების ადგილას თავი და აი როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვიქცნენ, აქ არავითარ სენტიმენტალობაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ შენ წარმოიდგინე სხვის ადგილას თავი და როგორც შენ გინდა რომ მოგიქცენ, მის ადგილას რო იყო, აი შენც ისე მოიქცე სხვას. და ნუ დაარქმევ სახელს, ნუ იტყვი რომ ეს არის მტერი და ამიტომ εμას სტრულად უნდა მოვიქცე. ამას აკეთებენ წარმართები. და როდესაც კიდევ ესეთი აღწერილი არის კიდევ ეს მოქმედება, რომ როდესაც ჩვენ გავცერთ მოწყალებას, უნდა გავცერთ მოწყალება, რა თქმა უნდა. ოღონდ ამ მოწყალებას ასემენ აი წარმართი ადამიანებიც. ოღონდ ისინი გასცემენ თავიანთი მოყვასის მიმართ. ანუ ვისაც ისინი თვლიან თავიანთ მეგობრებად, იმათ აძლევენ და ის მეგობრები მერე ამას უბრუნებენ უკან. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ რომ უკან არ დაგვიბრუნდეს ეს მოწყალება. უანგარ უნდა იყოს ჩვენი სიკეთე. აი ესეთი უმარტივეს რაღაცებზეა დღევანდელ სახარებაში ლაპარაკი და ღმერთმა ჩვენც მოგცეს ამისი უნარი. ესე იგი პირველ რიგში სიმშვიდე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა თუნდაც მოყვასი, თუნდაც არა მოყვასი, აი ადამიანი თუნდაც რომ მოგექცევა, იმ წუთში უნდა დაფიქრდე, რომ აი რა ხდება, რატო იქცევა ხა ეს ადამიანი თუნდაც და რა ეკუთვნის ამ ადამიანს პასუხად. რა თქმა უნდა, შენ არავის დაუნიშნი ხარ ჯალათად, რომ დასაჯო ეს ადამიანი. არა, უბრალოდ სწორი შეფასება უნდა გააკეთო მომხდარი მოვლენის და შესაბამისად ამ ადამიანს შეიძლება საყიდულიც უთხრა, შეიძლება რა ვიცი, აღნიშნო კიდევაც მისი საქციელი, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანა შენთვის არავის დაუვალებია და ღმერთი მიხედავს ამას ყველაფერს. აი ეს არის დღევანდელი სახარების შინაარსი. ღმერთმა დაგვეცოთ, ჩვენთან არსებობთ.